სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ დაზარალებული პირები. გამოძიებამ უნდა დაადგინოს აქციის დაშლის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. პირდაპირ ეთერში გვერდება გიორგი აბაზაძე. გიორგი, გისმენთ. რუსთაველის 8 ნომერი თითქმის მეოთხე კვირაა საგამოძიებო მოქმედებების მთავარი ეპიცენტრია. სწორედ ამ მიზნით ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საავტომობილო მოძრაობისთვის არის გადაკეტილი. 6 წლის წინანდელ მოვლენებს დღეს იხსენებენ ჩვენი კოლეგები. ექსპერტებისა და გამომძიებულების კითხვებს პასუხობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის ოპერატორები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა კი გამოძიებას ეხმარება. დეტალურად იქნას აღდგენილი სურათი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია რომ ამ საქმეზე ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის მინიმიზაცია. აღვიდგინე ის სიტუაცია, რაც 20 ივნისს მოხდა, მივიღე რამდენიმე დაზიანება და დღეს გამომძიებელს გავაცანი ზუსტად ის ადგილები და ის ტერიტორიები, სადაც მივიღე ეს დაზიანება. მას 20 ივნისს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, ვიღებდი ჟურნალისტთან ერთად აქ არსებულ სიტუაციას და დავზარალდი, მივიღე 6 თუ 7 ნატყვიარი მქონდა მოხვედრილი და გაზის ინტოქსიკაცია. მოხდა ჯერ ცხვირში მოხდა, შემდეგ თვალში, ცხვირში მქონდა 2 პარალელური მოტეხილობა და თვალში ფედელობა უცებ გამიქრა. მეგონა რომ თავი დავკარგე, მაგრამ მაინც გადავრჩი, მე მიმაჩნია რომ გადავრჩი. თავიდან ფედელობა აღარ მქონდა, ეხლა გუშინ საღამო ჩამოვედი გერმანიიდან, კორნალობას დღესაც ვაგრძელებ, ფედელობა დაახლოებით 35%-ის ფარგლებშია შერჩენილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის, ასევე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დღესაც შოთა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით და აღნიშნული მიზნად ისახავს დანაშაულის სრული სურათის აღდგენას და იმავდროულად შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას. 20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამ დრომდე 19 დაზარალებული არის გამოკითხული. ჯამში კი აქციის დარბევის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის 8 ნომერთან მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. მადლობა გიორგი, პირდაპირ ეთერში გიორგი აბაზაძე საუბრობდა.